დაცვის მინისტრს მინდა ცოტა შორიდან დავიწყო და უფრო კარგად გავაცნო უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას, ჩემს მაყურებელს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ დიუშენის სინდრომზე. აი, თქვენ თუ შეგიძლიათ მომიყვეთ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორია ამ პაციენტების მოვლის სპეციფიკა. იმისათვის რომ უკეთესად გავიგოთ რა პრობლემასთან ხართ შეჭიდებული ყოველი თქვენგანი. დაავადება დიუშენის დისტროფია არის კუნთების დაავადება, რომელსაც აქვს კვლელი სახელი, კილერის სახელი. მიმდინარეობს კუნთების განლევა, უკვე ადრეული ასაკიდან არის ზოგიერთი შესამჩნევი, ზოგი უკვე 6 წლიდან იწყებს ამ ყველაფერს განლევა, იწყება კუნთების. კარგავთ ქვედა კიდურებში პირველ რიგში ხსნობელობას, მიდის ბავშვი ეტლში და შემდეგ იწყება ყველა კუნთის მოდუნება, ყველა ორგანოს დაზიანება და ბოლო არის ფატალური შედეგი, რომელიც დადგება გულის უკმარისობის გამო. ეს არის საშინელი დაავადება, რომელიც ყოველ წუთს პროგრესირებს და არ ჩერდება, მანამ სანამ არ დამთავრდება ყველაფერი ფატალურად. ამიტომ მესაჭიროება ამ ბავშვებს დროულად მედიკამენტების მიღება, აი ყველა წუთი არის დაკარგული, უკან გადადგმული ნაბიჯი, მიახლოვებული ტრაგედიასთან. და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს დრო. ქვიში საათი არის ჩართული ამ ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, რომ მალე დაილევა და მალე განილევა. თქვენი შვილიშვილი რამდენი წელია? ჩემი შვილიშვილი ახლა 8 წლის არის. და როდის აღმოაჩინა, როდის დაუდასტურდა ეს? ჩვენ აღმოვაჩინეთ 2 წლის წინ ეს დაავადება. მაშინ კიდევ ჯერ კი სიბნელე იყო ამ დაავადების მხრივ საქართველოში. დიაგნოზიც კი სხვა საზღვარგარეთ დაგვისვეს ჩვენ აქ. 6 წლამდე არანაირი ასე თქვათ თვალხილული შესამჩნევი სიმპტომი ეჭვიც არ გაგჩენიათ რომ იცით რა არის ეხლა და ეხლა რომ აკვირდებით ხვდებით რომ რაღაცეები იყო, მაგრამ იმდენად მინიმალური იყო ეს საკითხები, რაც გამოგვეპარა. კიბეზე ასulis გარდა ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ შევნიშნეთ, რადგან ბავშვი აქტიური იყო, სხვა ვინც ამბობს რაღაც ნიუანსებს რომ ჭირდა ბავშვს 2 წლის ასაკში, ჩვენ შემთხვევაში ეს არ იყო. ბავშვმა გაიარა, საუბარიც ისწავლა, თავთავის დროზე იყო ყველაფერი. უბრალოდ ჩვენ მოხდით საავადმყოფოში კოვიდის პერიოდი, რთულად გადაიტანა და ამის შემდეგ ღვიძლზე აუღეს ფუნქციები, იყო ძალიან მომატებული, რაც თითქოს და კოვიდისგან ეგონათ ექიმებს, უნდა გადაგვემოწმებინა ერთ თვეში გადავამოწმეთ და აღმოჩნდა კიდევ უფრო დაწეული არა. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ კვლევები ღვიძლთან დაკავშირებით, საქართველოში დავკარგეთ 1 წელი კვლევებში, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს, დიაგნოზი ვერ დაგვისვეს. წავედით თურქეთში და იქ დაგვისვეს ეს საშინელი დიაგნოზი. ქალბატონოზე დაგიბრუნდებით აუცილებლად თეონას მინდა კიდევ ერთხელ მივესალმოთ და თქვენს ოჯახს